მოგესალმებით მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ ცოტა უჩვეულო ფორმატი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ახალი პროგრამა მე და ორგანიზაცია ცოტა უფრო საინტერესოდ წარმოგიდგინოთ და ამიტომ დღეს გვექნება აი ამ უნიკალური საავტორო პროგრამის განხილვა. შესაბამისად, ჩემთან ერთად არის რუსუდან თელია. რუსკა, ესე ვიტყოდი. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემომიერთდი. და ერთი სული მაქვს უფრო მეტი, უფრო კონკრეტულად და დეტალურად მოვუყვეთ დაინტერესებულ ადამიანებს ამ პროგრამის შესახებ, რას მოიცავს, ვისთვის არის განკუთვნილი, რატომ არის ახლა ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი და რა არის ის ძირითადი სარგებელი, რასაც ადამიანები და ორგანიზაციები მიიღებენ ამ პროგრამით. სანამ ესე კონკრეტულად დავიწყებდეთ საუბარს, მე მინდა რომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მიხარია თავად პროგრამის ესეთი როგორ თქვა, პრაქტიკული და ტრანსფორმაციული შინაარსი და პროცესი, რომელიც ჩვენ გაქვს ჩაფიქრებული, იმიტომ რომ ზუსტად ეხმიანება ACT ინსტიტუტის აი ამ თავარ, ასე ვთქვათ, ამოცანას, რომ ყველა ჩვენი პროგრამა იყოს ორიენტირებული პრაქტიკაზე, ყოველდღიურობის გამარტივებაზე, გაუმჯობესებაზე, ამ შემთხვევაში გაჯანსაღებაზე. კი და ბატონო. ეს პრაქტიკული ტრანსფორმაციული, ასე ვთქვათ, მიდგომა სრულად გაქვს გასიხორცებული ამ პროგრამაში და თუ შეიძლება უფრო მეტი მოგვიყევით თვითონ პროგრამა რას მოიცავს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეკითხვით ჩაგეძიებით. პირველ რიგში მადლობა, რომ ესეთი ფორმატით ხდება ამ პროგრამაზე საუბარი და მივესალმები ჩვენს მსმენელებს. მე და ორგანიზაცია ეს პროგრამა დაიბადა ალბათ აი წლები, რასაც ვაკვირდები იქედან, როგორც მენეჯერი და როგორც ფსიქოლოგი, აი ამ როლებიდან, ამიტომ ძალიან ხშირად ხდება ის, რომ რაც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სამსახური და ჩვენი, ასე ვთქვათ, პირადი სამყარო სხვადასხვა რამე არის, ჩვენ ამას ვერ დაარმიჯნავთ და რომც მოვახერხოთ და გავმიჯნოთ, კარგავთ რაღაცა ავტენტურს და მნიშვნელოვანს და როცა ამას ვაკვირდებოდი იმასაც რა ხდება, როდესაც ამოხტება ხოლმე სცენაზე ჩვენი პირადი ისტორიები და რომელიც იწყებს ჩვენს მართვას, იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ორგანიზაციაში ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ცხოვრებისეული ისტორიებით, ჩვენი მოლოდინებით, ჩვენი შიშებით და კიდე უამრავი რამით, რასაც ხშირად არც და ვერც ვაცნობიერებთ. ან ბოლომდე გაცნობიერებული არ გვაქვს. ძალიან საინტერესოდ ჟღერს ეს ყველაფერი და ისიც ხაზგასასმელია, რომ ალბათ აი ახლა ამ მოცემულობაში, როდესაც სამყარო ძალიან ასწრაფდა და ვიტყოდი, რომ არ ვიცი, შეიშალა კიდევაც, აი ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ძალიან განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას და არა მარტო ჩვენს ყოველდღიურობას, არამედ სხვა ადამიანების ყოველდღიურობასაც, ვისთანაც ჩვენ გვაქვს შეხება. ხშირად ამბობ ხოლმე, რომ ორგანიზაცია არის უხილავი სისტემა. აი თუ შეგიძლია ამაზე უფრო კონკრეტულად გაგვიზიარო, რას ფიქრობ? მოდი ამაზე ალბათ ჯობია მაგალითით ვთქვა, მე მგონი ყველას გონია ესეთი განცდა, რომ როდესაც შევდივარ სადღაც შეხვედრაზე გუნდში ან ორგანიზაციაში, გრძნობთ ან დაძაბულობას, ან ჩაკეტილობას, ან რაღაცნაირად შიშსაც კი. და იმ მომენტში შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებთ ამას ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმი გრძნობს, რომ იმ ველში და იმ სისტემაში რაღაცა ისე არ ხდება, რომელიც ჩვენ გვიჩენს ამ საფრთხის შეგრძნებას და აი ამას ვეძახი უხილავ სისტემას. რაღაცა ხდება, იქ რაზეც შეიძლება ხმამაღლა არ საუბრობენ. და უпростоრედ საუბრობენ ერთს, მაგრამ ჩანს მეორე. ეს არის ჩემთვის ორგანიზაციის უხილავი სისტემა და ამ უხილავ სისტემას ქმნის ჩვენი ამბები და ჩვენი ისტორიები, რომელსაც ჩვენ შეიძლება ასე არ ვაჟღერებთ და როგორც წესი არ ვაჟღერებთ, მაგრამ ეს ამბები ერთმანეთს ეჯახება და ამ დაჯახებაში იქმნება რაღაც ის ორგანიზაციული კლიმატი, ის განწყობები, რომელსაც ჩვენ გვგრძნობთ. შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებთ, მაგრამ გვგრძნობთ. კი ბატონო, როცა მეკითხებიან ხოლმე, რის შესახებ არის ეს პროგრამა, სულ ვამბობ, რომ ეს არის პროგრამა იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა წავიღოთ სახლი სამსახურში და სამსახური სახლში. რამდენად, ასე ვთქვათ, დაეთანხმებოდი ამ ინტერპრეტაციას, ანუ აი ეს ჩვენი ემოციური background-ი, ესე რომ ვთქვათ, ის ამბავი, რომელიც მოვყვება, როდესაც მოვდივართ ორგანიზაციაში, ან პირიქით, როდესაც ვტოვებთ მას. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ამ, ასე ვთქვათ, ჩვენი გარემო ფაქტორების განმსაზღვრელიც კი გახდეს?
მე უფრო მეცაც ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ბიოფსიქოსოციალური არსებები და ანუ ძალიანაც რომ გვინდოდეს ასე პიჯაკივით ამას ესე ვერ ჩამოვიხსნით. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მე გავაცნობიერო როგორია ჩემი ბექგრაუნდი და ამოვიღო თქვა თუ სამსახურში მოვედი, ფოკუსი და ორიენტაცია გავაკეთო საქმეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ჩემი ბექგრაუნდი დავტოვეს სადღაც. ალბათ ამის უფრო ნათელი მაგალითი იქნებოდა ერთი შემთხვევა, რომელიც მინდა მოუყვე და შეიძლება უფრო კარგად ახსნა ეს რას ნიშნავს. ერთ-ერთ ტრენინგზე, როდესაც ვატარებდი ტრენინგს, მოვიდა ერთი ადამიანი, რომელსაც როგორც კი შემოვიდა დაგვიანებით, ეთყობოდა რომ იყოფნა არ უნდოდა. და მისთვის ეს იყო რაღაცა ცოტა თავსმოხვეული ამბავი. ნუ სავარაუდოდ ახლა ორგანიზაციული ტრენინგი იყო და ორგანიზაციის დაკვეთა იყო ეს. და მთელი ამ ტრენინგის მანძილზე იხსნობოდა მისი ჩაკეტილობა და მისი ასე ვთქვათ გაუცხოვება ამ პროცესებთან. ეს ამას არა მარტო მეგრძნობდი, ეს იმ სივრცეში იგრძნობოდა და რაღაცნაირად იგრძნობოდა მენეჯერის უკმაყოფილებაც ამ თემასთან დაკავშირებით. შესვენებაზე მესმის ამ ადამიანის ძალიან ესეთი თბილი და ემოციური საუბარი მის შვილთან, რითაც ჩემთვის ეს ადამიანი სრულიად გარდაიქმნა. სულ სხვა თვალით შევხედე ამ ამბავს და მოусმინე ამ ისტორიას და აქ თითქოს ჩანდა რომ სამსახურში აბსოლუტურად სხვა ასე ვთქვათ ამპლუაში და სხვა როლში იყო იმ ტრენინგზე რომელიც სამსახურს უკავშირდებოდა, მაგრამ თითქოს ეს მისი სამყარო სადღაც ცალკე იყო. არ ვიცი, სულ სვამ ამ კითხვას რომ ეს არის ოკეი? ანუ ეს ეხმარება შენ სამსახურში ყოფნას, ის როცა შენ შეგიძლია ასეთი მკვეთრი ზღვარი გამიჯნო, სადღაც შენი ემოციები, შენი სითბო, შენი ადამიანობა დატოვო სახლში და ჩამოიხსნა პიჯაკივით ეს ყველაფერი და მოხვიდე ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს ესეთ რაღაცას, მოდი ესე ვთქვათ, რომ თუ კი მე პიჯაკივით ჩამოვიხსენიან, გავთიშე ის ნერვი, რითაც გრძნობ სითბოს ადამიანურ ურთიერთობებს, მაშინ ვთიშავ სიამოვნების ნერვსაც და მაშინ მე ვერ ვიღებ სიამოვნებას იმ პროცესით, რასაც ვიმყოფები. ანუ რაღაც კუთხით ჩემს კონკრეტულ ნაწილს უგულებელ ვყოფ და შესაბამისად რაღაცნაირად მინდა რომ გამოვთიშო ეგ ჩემი ნაწილი ჩემგან? ხო, მიახლობით ესეთი ამბავია, რომ ვთვლი რომ სამსახურში რაღაც ვალდებულებას ვასრულებ და ოჯახისთვის მაქვს ეს ყველაფერი, რაც მაქვს მხოლოდ. ანუ აქ ვსაუბრობ იმაზე, რომ არის ესეთი მოსაზრება და შეხედულებაც, რომ რა საჭიროა შენ საქმეში, თქვათ, ემოციური ჩართულობა, ან ამ დაგვარი რამ, ეს არის ცალკე სფერო და ეს არის ცალკე სფერო, ამის პასუხად მოვიტანე, რომ ჩვენ თუ ვართ ბიოფსიქოსოციალური არსებები და ამ ნაწილს სადღაც პიჯაკივით გავიხდით და დავტოვებთ, რა დაგვაკლდება სამსახურში? ეს მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს ესე არ იმიჯნება და თუ იმიჯნება, რაღაცას ვკარგავთ მნიშვნელობას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მე როგორც მენეჯერი ვიყო ცივი, დისტანციური, არაჩართული, ჩემ კოლეგებთან ურთიერთობაში ძალიან, ასე ვთქვათ, ვავლენდეთ დისტანცირებას, ხო. და ეს რამდენად ეხმარება ან გუნდს, ან რამდენად მეხმარება მე და რამდენად ვხედავ მე ასეთ სიტუაციაში გუნდის წევრის წარმატებას, გამოვხატავ მის მიმართ სიხარულს და ასე შემდეგ. თავად ამ პროგრამას, როდესაც ასე ვთქვათ, ვუყურებთ, ძალიან ბევრი ისეთი ტერმინია, როგორ ვთქვა, არაბიზნესური. ტრავმა, ტრიგერი, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, კი ბატონო. ამ ყველაფრის გავლენაზე თუ შეგიძლია გვესაუბრო, ჩვენს ყოველდღიურობაზე, იქნება ეს სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში და რატომ ჩათვალე, რომ აუცილებლად უნდა შეეხო ამ თემებს? ძალიან კარგი კითხვაა, ტერმინები კი არის არაბიზნესური, მაგრამ ჩვენი ყოფა და ცხოვრება მოიცავს ამ ყველაფერს. ჩვენ რაც უნდა თქვათ, რომ ეს არაბიზნესურია, ვერაფრით ვერ უარყოფთ, რომ ესენი არ არსებობენ ორგანიზაციულ სივრცეში და ჩემი როგორც თუნდაც თერაპევტის ან კოუჩის გამოცდილება, ან ტრენერის გამოცდილება ამას მეუბნება, რომ ეს ძალიან აქტუალურია. როცა ტრამაზე ვსაუბრობთ, მინდა რომ ცოტა ვიფრთხილო აქ და აქ არის გულისხმობა, რომ ეს არის ბავშვობის დროინდელი ღრმა ტრამვული მოვლენები, რომელსაც ჩვენ უნდა ჩაუღრმავდეთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ფსიქოთერაპიული ჯგუფური ფსიქოთერაპია, ასეთი ტიპის შეხვედრა, მაგრამ ის რომ
მაგალითად, როდესაც ორგანიზაციაში არის მუდმივი შიში და დაძაბულობა ქმნის არაჯანსაღ და ტრამულ გარემოს, ამას ვერ გავექცევით და ეს არის ძალიან ხშირი ორგანიზაციებში და ჩვენ შევეხებით ამ თემებს. რაც შეეხება სირცხვილს და დანაშაულის შეგრძნებას, ესე არ ვლინდება, მაგალითად, დანაშაულის შეგრძნება შეიძლება ვლინდებოდეს ზედმეტ პასუხისგებლობაში, რასაც ადამიანი მის თავზე იღებს, თქვათ, მუდმივ ოვერთაიმებში და ამის უკან იმალებოდეს. და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიეროს ადამიანმა, რომ ეს რას ნიშნავს, რას ეხება, სინამდვილეში რა არის ეს. რატო მაქვს მე ასე მძაფრად იმაზე მეტად ჩემ თავზე აღებული, თუნდაც გუნდის წევრების ან კოლეგებზე ზედმეტი პასუხისგებლობა აღებული, რითაც მე რჩები თქვათ უკმაყოფილო, გაღიზიანებული და ასე შემდეგ. ეს უკვალოდ არ იკარგება. რაც შეეხება სირცხვილს, სირცხვილი იმალება პერფექციონიზმის და ასეთი კულტურის უკან. რომ სირცხვილია თუ შეკიშალა და ორგანიზაციაში სირცხვილისენით რა თქმა უნდა არ საუბრობენ, მაგრამ პერფექციონიზმისენით საუბრობენ. რომ ყველაფერი იდეალური უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ამ იდეალურის უკან იმალება თუ შემეშალა, ეს ძალიან ცუდია, ეს სირცხვილია. ეს ჩემ პროფესიონალობას ან ჩემ თავს არ ეკადრება. რაღაც ისეთი რაც მიუღებელია და რის გამოც მე ჩემ თავს ვჯი მწვენია და ეს ნიშნავს და ითარგმნება ორგანიზაციულ ენაზე იმით, რომ მე ვიკავებ თავს იდეებისგან, ვიკავებ თავს კრიტიკული მოსაზრებებისგან, ან უпростоრედ ვიკავებ ღია მოსაზრებებისგან, იმიტომ რომ ან ღია იდეებისგან, მწვენი, ან უпростоრედ რომ არ იყოს ეს ისეთი იდეალური. და ვკეტავ, ასე ვთქვათ, ჩემს ენერგიას არცული კოლეგებთან, არცული ხელმძღვანელებთან და ეს არის მინდა გითხრათ ძალიან ხშირი შემთხვევა და ძალიან ტიპიური, ამით იტანჯებიან, რა ვიცი, მენეჯმენტის, მე ვიტყოდი 99%, არა მარტო მენეჯმენტის, სპეციალისტების ჩვენს ორგანიზაციებზე შემიძლია თქვა, რასაც მე ვეხები აქტიურად. იქიდან გამომდინარე. კი ბატონო, და ალბათ დამეთანხმები თუ ვიტყვი, რომ მსგავსი მოცემულობა ასევე ძალიან ხელს უშლის ადამიანებს ზოგადად ინიციატივიანობის გამოხატვაში, პროაქტიულობაში და საბოლოო ჯამში აი რაღაცა იდეის ინიცირებაში თუ რაღაცა თუნდაც ინიციატივის ისეთ გამოხატულობაში, სადაც პასუხისმგებლობას თვითონ აიღებდნენ საკუთარ თავზე. ცალსახად, აი სრულიად ვიზიარებ მაგ ამბავს და წარმოიდგინე შენ ახსენე დასაწყისში, რომ მუდმივად ყველაფერი იცვლება და რა თუ კი მუდმივად ყველაფერი იცვლება ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, მაშინ ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი მოქნილობა, სპონტანურობა და შემოქმედებითობა. ეხლა წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი გვჭირდება, მაგრამ ჩვენ გვაკავებს ისეთი მძიმე ემოცია, როგორც არის სირცხვილი, რომელიც გვიბოჭავს ხელფეხს. და გვიკარგავს, რა თქმა უნდა, ჩვენ შემოქმედებით ბუნებას ხელს უშლის და აი რაც შენ ახსენე ინიციატივიანობა, თვითგამოხატვა ან იდეები იბლოკება. ესე ითარგმნება ეს ორგანიზაციაში. კი ბატონო. ასევე მინდა ძალიან საინტერესო საკითხს შევეხო. არაერთხელ გაქვს ნახსენები ეგო სტრატეგიები ამ პროგრამის ფარგლებში და აი შენი მოსაზრება რო გაგვიზია, რომ რა არის ის, ასე ვთქვათ, ალბათ ძალიან ძნელად შესამჩნევი ზღვარი ჯანსაღ ამბიციასა და თავდაცვით ეგოცენტრულ მდგომარეობას შორის ლიდერებისთვის. ოკეი. ესე იგი, ეგო ალბათ არის ის სიტყვა, რომელსაც ძალიან ხშირად ატრიალებენ ყველა მიმართულებით, მაგრამ მე მინდა ახლა მაგალითით ავხსნა. თავდაცვითი სტრატეგიები კარგია თუ ცუდი, ეგო კარგია თუ ცუდი, იქით რაღაცა არ არის. ხშირად მომისმენია, რომ აი ასე იგი ეგოს დასუსტება, ზედმეტი ან მაღალი ეგო, ან ამბიციური ეგო, ასე შემდეგ. ეგო არის ჩვენი ფსიქიკის სტრუქტურა და ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ არ გვექნებოდა ეგო, არც მიზნის მიღწევის ამბიცია გვექნებოდა და პროფესიონალიზმი ძალიან დიდწილად მოიცავს ამის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ასეთ უბრალოდ რომ არ ფუნქციონირებდეს ჯანსაღად ჩვენი ეგოს მდგომარეობა, ვერც მივახწევდით რაღაცებს. მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ესეთი ვითარება, რომ მე ავაშენე სახლი და არ გაუკეთე საკეტი. ცუდია, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა შემოიჭრეს ამ სახლში და
რაღაცნაირად ხო, რა გავლოს. ვიცი, ისეთი ვიღაც შემოიჭრეს, რომელიც მე სულ არ მინდა რომ მოვიდეს, ხო? აი ვერც კი ვიცავ ჩემს საზღვრებს. მაგრამ ეხლა წარმოვიდგინე პირიქით მდგომარეობა, როდესაც არამც თუ საკეტი შემოვარტყი ჩემს სახლს 20 მეტრი ბეტონის სქელი გალავანი. აი რას გეუბნება ეხლა ეს, როცა ხედავ ამას. სრული ხო, იზოლაცია. აქ ამბობს იმას, რომ ეს ადამიანი შეშინებულია და მიმართავს თავდაცვის, ასე ვთქვათ, ასეთ ფორმებს. და აი რა განსხვავებაა როცა ამბობ ჯანსაღი და არაჯანსაღი, პირველ რიგში ის, რომ ეს კითხვა ძალიან ეხმარება, რომ საჭიროა, ეხლა ეს 10 მეტრო გალავანი საჭიროება მაქვს ამისი, ну თქვა თუ ეხლა ომია და ბუნკერი მინდა ავაშენო სხვა მოცემულობაა, ეს არის საჭიროება თუ ეს ჭირდება მე, ჩემ თავს ვიცავ ამით. აი ამით იზომება. ანუ აბსოლუტურად ჯანსაღია, როდესაც მე კარგ საკეთს ვუკეთებ ჩემ კარს, როცა მინდა გავაღებ და როცა მინდა გავხსნი, მაგრამ სრულიად არაჯანსაღია, როდესაც მე ავაშენებ 20 მეტრო გალავანს, იქ სადაც ამისი არანაირი საჭიროება არ არის, ამისი საფრთხეც კი არ არის. როგორ ითარგმნება ეხლა შენ ახსენე თავდაცვითი სტრატეგიები, იგივე მენეჯერებს და ლიდერებს ხშირად ემართებათ, ეს ორგანიზაციულ ენაზე ესე ითარგმნება, რომ პერფექციონიზმი იგივე ეს არის. კონტროლის დაუძლეველი სურვილი, რომ ყველაფერი აკონტროლო, ესწრებოდე ყველა შეხვედრას. არია თუ არ არის საჭირო შენი იქ ყოფნა. ესეც ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომ ესე იგი მე მეშინია და მე მაქსიმალურად ვაძლიერებ და ამას არ ვავლენ, არ ვამჟღავნებ და ჩემთგან მჟღავდება ეს რომ მე ვაკონტროლებ. კი ბატონო, აქვე მინდა ძალიან ესეთი საინტერესო პერსპექტივა წამოვჭრა, რაც მგონია რომ ძალიან გავრცელებულია და ძალიან გამოეხმაურება ბევრ ადამიანს. აი ხშირად როდესაც ჩვენ მუშაობთ ხოლმე სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იქნება ეს ტრენინგები, საკონსულტაციო პროექტები თუ სხვა რამ, ხშირად ვაწყდებით ოდიოზური ფიგურების, ასე ვთქვათ, შემთხვევებს. მათ შორის მენეჯმენტში და სხვათა შორის არა მარტო ვიტყოდი. არის თუ არა ეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ego სტრატეგია, ასე რომ ვთქვათ, თავდაცვითი სტრატეგია, როდესაც ადამიანები რაღაცა ძალიან დიდ, როგორ ვთქვა, ძალიან დიდ ემოციურ ფონს ქმნიან მათ წინაშე და თავს წარმოაჩენენ ძალიან ოდიოზურად იმისთვის, რომ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ. ცალსახად. მაგალითად ერთ-ერთი სტრატეგია არის, რომელიც ხშირად ახასიათებს ასეთ ადამიანებს, ვიყო ყოველთვის მართალი. მაგალითად. ესეც არის ერთ-ერთი სტრატეგია და სხვათა შორის ერთ-ერთი სტრატეგია არის ისიც, რომ ვიყო ცივი და დისტანციური. ამით მე ვიცავ ჩემ თავს და ასე ვთქვათ, ვუკეთებ ანესთეზიას ჩემს ნერვს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანურ და ემოციურ ურთიერთობებზე. ანუ ამით მე თავს ვიცავ. და აი ნახე, წეღან ვახსენე და კიდე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ერთის მხრივ ვიცავ, იმიტომ რომ რა საჭიროა, რომ მე ასე ვთქვათ, ფიქრობს ადამიანი, რომ ანუ სიტყვაზე მოვიტანო სამსახურში რაღაცა თუ მაწუხებს და ვთიშავ ამ ნერვს, მაგრამ მეორეს მხრივ როგორც წეღან აღნიშნე, ეს ნერვი ხო ისიც არის, რომ ვიღაცა შევაქო, ვიღაცის ინსპირირება ვიყო, თუ ჩავთვლი, რომ მოკლედ მამას ხო ისედაც ეს ხომ ისედაც უნდა გაეკეთებინა. ძალიან ხშირად ასეთი ტიპის ლიდერები ვერ იმეტებენ კმაყოფილების გამოხატვას ან აღფრთოვანებას ან დადებით უკავშირს და თანამშრომელი ამას აღიქვამს როგორც დაუფასებლობას. ასევე მინდა ესეთ საკითხს შევეხო, როდესაც ვსაუბრობთ ორგანიზაციულ კონტექსტში, ძალიან გავრცელებულია აი კონფლიქტების მართვა, რეზისტენტულობა. როგორც წესი, ალბათ დამეთანხმები, რომ ეს კონფლიქტები, რომლებიც არსებობს და ის, ასე ვთქვათ, ხახუნი, რომელიც წარმოიქმნება ხოლმე, უმეტესწილად ნაკლებად არის უშუალოდ საქმესთან დაკავშირებული, უშუალოდ იმ საკითხთან დაკავშირებული, რაზეც ვმუშაობთ და უფრო მეტად აი ამ ემოციურ ფონზე. აი ამაზე რა სიტყვოდი? ანუ აბსოლუტურად მაგას ვეთანხმები, რომ კონფლიქტების აი უმეტესობა ეს არის ის, რომ რა ხდება ჩემ კინოში და რა ხდება შენ კინოში და სინამდვილეში ჩვენი კინოს გმირები ერთმანეთს ეჩხუბებიან და ხო, ზუსტად ეს პროგრამა მაგას ეხება, რომ აქ მეტი გაცნობიერება მოხდეს, რა არის ის, ასე ვთქვათ, პროგრამები, რითაც მე მოვდივარ, რაც მატრიგერებს, რაც მაღიზიანებს, იმიტომ რომ აქედან იწყება მე კონფლიქტური სიტუაციები და როდესაც ამით იმის თქმა არ მინდა რომ ვიღაცა ან შენ ხარ სხვა არის მტყუანი ან ყოველთვის შენ ხარ მტყუანი ან მართალი, ამაზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ ნებისმიერ კონფლიქტში შეიძლება წაიკითხოს არკესავით შენი თავი და შენი ვითარება და თუ კი ეს კუნთი კარგად გავარჯიშებული გაქვს
და კარგად შეგიძლია სარკესავით წაიკითხო, აირეკლო, მაშინ კონფლიქტები შეგიმცირდება. იმიტომ რომ ადვილად გაარჩევ ამას და არაჩხუბებ შენ გმირებს, შინაგან გმირებს, რომელიც მოყვება სამსახურში. აი, რა თქმა უნდა, ხო, ამის შედეგად ეხლა რაც შეეხება მეორე თემას, რომელიც შენ ახსენე, რეზისტენტობა. რეზისტენტობა ეს არის წინააღმდეგობა და რეზისტენტობა მოდის ასევე თავდაცვიდან, რომ მე მეშინია, თქვათ, ცვლილების, განსხვავებულობის და თავს ვიცავ მაქსიმალურად. რეზისტენტობაში არის ენერგია. იმისთვის, რომ რეზისტენტობა და ეს ძალიან ხშირია ეს თემები ორგანიზაციებში, იმიტომ რომ შენ როგორც ახსენე, ცვლილებები ძალიან ხშირია და შესაბამისად ადამიანების ფსიქიკა ზოგჯერ ვერც კი უძლებს ამას და ხშირად ამას ეწინააღმდეგება. ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ამით იცავს თავს. სტატუს კვოს იცავს, სიტუაციას იცავს და ასე შემდეგ. თუ ასე ვთქვათ, როგორ უნდა ვიმუშაოთ რეზისტენტობასთან და როგორ ეხმარება რეზისტენტობის გადალახვას გულწრფელი დიალოგის უნარი. ანუ სადაც ჩვენ კი არ ვთამაშობთ, ან კი არ ვლაპარაკობთ იმას, რაც უნდა ითქვას, არამედ გულწრფელად ვუსმენთ ადამიანებს, გულწრფელად ვუზიარებთ, თუნდაც ჩვენ შიშებს, თუნდაც იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, თუნდაც იმ ცვლილებასთან მიმართებაში, რომ შეიძლება არც ვიცოდეთ ბოლომდე ეს ცვლილება რას მოგვიტანს. ხო ესეა. ეს მომენტი ძალიან საგულისხმოა, როგორ შევძლოთ გულწრფელი დიალოგი და სანდოობა გქონდეს ურთიერთობაში, უბრალოდ როგორ შევქმნათ სანდო გარემო, სადაც მოსმენილი იქნება თუნდაც ეს რეზისტენტობა და ამით მისი ენერგიაც შემცირდება ბუნებრივია. ძალიან კარგი რაღაც თქვი, რომ შევქმნათ გარემო, სადაც მოვუსმენთ და დავინახავთ, ასე რომ ვთქვათ, ამ რეზისტენტულობას. ანუ მაინც და მაინც ეს იმას არნიშნავს, რომ ყოველთვის იმ კონკრეტულ პერსპექტივას შეიძლება ვეთანხმებოდეთ და ვიღებდეთ როგორც რაღაცა ჭეშმარიტებას ან მოცემულობას, ხო? მაგრამ ადამიანებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რომ მოვუსმინოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათი მოსმენის სურვილიც გვაქვს და რეალურადაც გავაკეთოთ ეს. ესეც კი არა, მე ვიტყოდი, რომ ყველა ადამიანის ფუნდამენტური სურვილი და საჭიროება არის იყოს მოსმენილი და დანახული. და ეს რა თქმა უნდა, ეს საჭიროება არის ყველგან. მე ურთიერთობებში, მეგობრობაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, სამსახურში და ასე შემდეგ. ასევე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო ახსენე ენერგია და ზოგადად აი ამ ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე ის პროცესი, როდესაც ჩვენ ვტოვებთ ჩვენ გარკვეულ შინაგან ნაწილს, არ ვიცი, სამსახურეობრივი გარემოს მიღმა თუ პირიქით, პირადი ცხოვრების მიღმა. როდესაც ვცდილობთ რომ გავმიჯნოთ მკვეთრად და ასე ვთქვათ და განვაცალკევოთ ეს ჩვენი ორი მხარე. ალბათ დამეთანხმებოდი თუ ვიტყვით რომ ძალიან არაავთენტურები გამოვდივართ ესეთ შემთხვევაში, ხო? თუ კი მე ვამბობ სამსახურში რომ იცი რა არის, მე რაღაც პრობლემა მაქვს, ემოციური ფონი მაქვს, მოდი დავაიგნორო და აღარ გავითვალისწინო ეს ჩემს ყოველდღიურობაში, გამოდის რომ მე რაღაც ისეთ როლს ვირგებ, რომელიც ჩემი არ არის. ანუ უბრალოდ რომელიც მე არ ვარ. ძალიან საინტერესო კითხვაა და პასუხი არ არის ესეთი ცალსახა. მოდი ესე ვთქვათ, თუ მე ვაცნობიერებ, რომ ეხლა სიტუაციაზე რაღაცას განვიცდი თუნდაც ჩემი პირადი ამბიდან და ეხლა მჭირდება სამსახურზე კონცენტრაცია და ცოტა ხანი გავაყუჩე ეს ერთი თემაა, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვაცნობიერებდე ამას, რას ვაკეთებ. თუ ეს პროცესები არის გაუცნობიერებელი, მაშინ გაუცნობიერებლად შეიძლება ვღიზიანდებოდე ყველაფერზე. ანუ მე თუ კედელი აღმართე და დავტოვე ეს ემოცია დაუბინავებელი, ესე რომ ვთქვათ, მაშინ რა ხდება? ხო, აი თუ შენი გულისხმობ იმას, რომ დაუბინავებელში გაუცნობიერებელი ის იხმაურებს. აი წარმოიდგინე, რომ მე შევყარე ეს ყველაფერი ამ ფარდის უკან და ყურადღებასაც არ ვაქცევ, არც ვაცნობიერებ, ის იხმაურებს და ის რომ იხმაურებს, აუცილებლად ამოხტება ჩემს საქმიანობაში. მაგრამ თუ მაგალითად თუნდაც ჩემ კოლეგასთან ვაზიარებ იმას, რომ მე ხლა სიტყვაზე ამ თემაზე ეს თემა მაღელვეს, მაგრამ ეხლა ამ თემაზე კონცენტრაცია მჭირდება, გაცილებით მხარდამჭერი ხდები, ჩემი გარემო მე მეხმარება ამით და მე ჩემ თავსაც მეხმარები, რომ მე ეს კი არ გამოვკეტე და ჩამოვაფარე ფარდა, არამედ ვიცი, რომ ეხლა მე დროებით უნდა გავწიო გვერდზე და ვკონცენტრირდე ამაზე. აი ეს არის. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ
როცა მე ვამტკიცებ, რომ ეს მკვეთრი ზღვარია და შემიძლია პიჯაკივით ჩამოვიხსნა, ეს ხშირად ვერ ხდება და სწორად ახსენე შენ, რომ თუ კი მე რაღაცა მნიშვნელობას ტოვებ სადღაც, მაშინ კარგავ ჩემს ავტენტურობას და რამდენად როგორ ფიქრობ, როდესაც მე ვარ ავტენტური ჩემი თავი და ჩემი თავი მომა კოლეგებთან ურთიერთობით ეს უფრო აჩენს სანდოობას გუნდში, თუ როდესაც ჩამოვკიდებ კი არა, პიჯაკივით მოვიშორებ ამ თემას და მოვდივარ რაღაცა თქვა, რა ვიცი, როლით, ნიღაბით და ამას არ ვაჩვენებ. სად უფრო მეტად ხდება გუნდში გახსნილობა და სანდოობა. ამაზე არის საუბარი. ცალსახად პირველ ვერსიაში, როდესაც შენი ავთენტური არასრულყოფილი, ასე ვთქვათ, პიროვნული მახასიათებლები გაქვს წარმოჩენილი და შენ ხარ შენ. ანუ არ გინდა მაინც და მაინც იყო რაღაცა სრულყოფილების განსახიერება და აჩვენო როგორი მაგარი ხარ, იმიტომ რომ რაღაცა შენს პრობლემას აიგნორებ პირობით. კი, აბსოლუტურად. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ გააივიგოთ ეს ამბავი ისე, რომ თითქოს ახლა სამსახური არის მაინც და მაინც ის ადგილი, სადაც შენი ყველა პრობლემა ფსიქოთერაპევტთან როგორც მიდიხარ, ისე უნდა ამოყარო. ამაზე საუბარი არც არის. აქ საუბარი არის, რომ თვითონ მე გავაცნობიერო, სად ვარ, როგორ ვარ, დასვენება მჭირდება. ეხლა ამაზე ისე ვარ კონცენტრირებული, რომ სამსახურში ვერ ვარ კონცენტრირებული და მეყოს გამბედაობა, რომ შესაბამისადაც ვიმოქმედო. ეს პროგრამა უფრო ამაზეა. ხო, აი მინდა რომ სწორად იქნეს ეს თემები, რასაც შენ ამბობ, მეც ვიზიარებ, რომ ძალიან საფრთხილოა. ძალიან ხშირად ეს არ უყვართ ხოლმე მენეჯერებს ამაზე, თითქოს ეს არ არსებობს, მაგრამ ეს არსებობს. ამ პროგრამის მთავარი თემა არის, რომ რაც არსებობს ამის მიღმა, როგორ მოქმედებს ჩვენზე, ჩვენ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაზე, ჩვენ პროფესიულ როლზე და ასე შემდეგ, ეს დავინახოთ. აი ეს არის. იმიტომ რომ ახლა რაც უნდა ვიძახოთ, რომ სირცხვილი დანაშაულის გზნობა არ არის ბიზნესური ტერმინები, სირცხვილი დანაშაულის გზნობა დგას კონტროლისა და პერფექციონისტური მიდგომების უკან, რაც ყველა ბიზნესის თითქმის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის. კი ბატონო, არ შემიძლია არ დაგეთახმო. თვალსაჩინო ძალიან გავრცელებულია, კი, ძალიან გავრცელებული გამოწვევებია ორგანიზაციებისთვის. რუსკა, როგორც ორგანიზაციული კულტურის კონსულტანტი, ამასაც მინდა რაღაცნაირად შევეხოთ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ როლს, რომელიც თითოეულ ადამიანს შეაქვს ამ ორგანიზაციული უხილავი კულტურის მშენებლობაში, შექმნაში ყოველდღიურად, ხო? აი, ამ ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების გავლენა და ასე ვთქვათ ფსიქოსოციალური background-ი, როგორც შეგვითხარი, რომელსაც დიდი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ, რომელსაც შეუძლიათ როგორც იტყვიან high decision making power, რასაც ქვია, ვისაც აქვს გავლენიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუ კი ესეთი ადამიანები არიან, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ზღვარზე რომ საკუთარი ავთენტური თავი არ წარმოაჩინონ და რაღაცნაირად ემოციები დაბლოკონ თუნდაც სამსახურეობრივ გარემოში. ხო, მოდი, ჯერ გიპასუხებ იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია გააცნობიეროს ადამიანმა, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მაღალი პოზიცია უკავია, მისი თითოეული მოქმედება როგორ რეზონირებს ადამიანებზე და როგორ იქნება, წეგან თქვი, უხილავი სისტემა, მოდი ვთქვი, ორგანიზაციული კლიმატი, იმიტომ რომ ყველას დღეს აქვს ძალიან კარგი სიტყვები ვებზე ჩამოკიდებული, როგორი უნდათ რომ კონდეთ ორგანიზაციული კულტურა, მაგრამ საერთოდ შეიძლება სულ სხვა იყოს ორგანიზაციული კლიმატი. შესაბამისად, ამ კლიმატს ქმნის აი ეს ადამიანები, უფრო მეტწილად და ნუ მოკლედ ახლა ზოგადად რო არ ვილაპარაკო, მაგალითით ვიტყვი, ჩვენი ერთ დღეს წლების წინ მე აღმოვაჩინე, რომ ჩემს სიტყვაზე მისალმებას ან რეგიონში ჩასვლას სიტყვაზე და ხელის ჩამორთმევას რაღაცა სხვა დატვირთვა აქვს ადამიანებისთვის. რასაც ადრე აქამდე ამაზე არ მიფიქრია და ამით ეს აღიქვება როგორც კომპანიის როგორც კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, რომ ახლა ნუ თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო მისთვის და იყო მნიშვნელოვანი. შენ ამით აჩვენებ მას და udasturებ პატივისცემას სიტყვაზე და თუნდაც ის რომ მე აი კიდევ მაგალითით ვიტყვი და ეს ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ ერთჩვენიან დღეს როდესაც ჩაფიქრებული ჩემი რაღაცა ოჯახური ამბებით ჩაფიქრებულმა ჩავიერე და ადამიანი ვერ დავინახე და ვერ მივესალმე, მე მივხვდი რომ ეს
გაურკვევლობაში ტოვებს ადამიანს და აფიქრებინებს, რომ რა ხდება. შეიძლება შეშფოთდეს კიდეც, რომ აი ახლა ჩაიარა დირექტორმა, რომელსაც სიტყვაზე მოღუშული სახე აქვს. აი მან მივხვდი მაგ წერტილში, რომ და მithქვამს კიდეც ხშირად მერე, რომ უი რაღაცა დღეს ვღელავ ძალიან, აი მშობელი მყავდა ექიმთან, თქვა რაღაცა ამდაგვარი და ეს არის ავტენტური რა და იქ პირიქით ადამიანს არ ტოვებ რაღაც შფოთვაში არ შეგაქვს იმ იმ გუნდში ესეთი ენერგია და როცა ასე კომუნიცირებ, თქვათ, როცა შეგიძლია გამოავლინო იმ მომენტში, რაც არის, იმიტომ სინამდვილეში სულ სხვა რამე მჭირდა და არა ის, რომ მე ადამიანს არ მივესალმე. აი ასე ძლიერად მოქმედებს კიდე ვიცი რას დავაკვირდი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ადამიანებმა და მით უმეტეს მაღალი რანგის მენეჯერებმა ყველა ისწავლა ძალიან სწორი ლაპარაკი. ძალიან შეიძლება კარგად თქვან რაღაცეები, მაგრამ სწორი ლაპარაკი, ასე ვთქვათ, ჭყალებში ვიხმარ ამ სიტყვას, არ ნიშნავს ნამდვილს. შეიძლება შენ უთქვა, რომ შეცდომები მოსულა, მაგრამ შენი არსით და ბუნებით ამას ეწინააღმდეგებოდა და შენ რო ხარ ხელმძღვანელი პირი და შენ თუ ამისგან მართლა თავისუფალი არ ახარ, წერე და იკითხე რამდენიც გინდა შეცდომები მოსულა. მას მაინც ეშინია, რომ შენთან მას შეცდომის უფლება არ აქვს. აი, ერთის მნიშვნელოვანი რომ შენ გააცნობიერო, რომ შენ თუ გინდა სხვა შედეგი, შენ როგორ უნდა შეიცვალო, შენ როგორ უნდა უბრალოდ როგორ უნდა გააცნობიერო ეს მომენტი, იმიტომ რომ შენი პროგრამა, როცა შეფიქრობ მართლა შიგნიდან რომ შეცდომებს არ პატიობ შენ თავს, ეს ეწინააღმდეგება, რაც დეკლარირებულია იმას. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ხარ ლიდერი, მენეჯერი და გადაწყვეტილების მიღები, იმიტომ რომ შეგაქვს ეს ყველაფერი გუნდში, რომელსაც შეიძლება ვერც კი აცნობიერებდე. კი ბატონო, აქვე ორგანიზაციულ კლიმატზე როცა ვსაუბრობთ, მინდა რომ აი ამ ინდივიდუალურ ასპექტებსაც ხაზზე გაუსვათ. ხშირად არის ხოლმე, რომ დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს ქონია ესეთი შემთხვევა, რომ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული მახასიათებლები, თვისებები ან ქცევები გვაღიზიანებს და რაღაცნაირად გვათრიგერებს. რა შეიძლება იმალებოდეს ამ ყველაფრის მიღმა? ხო, კი, ეს ყველა ადამიანს ქონია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ აი ამ გაღიზიანების უკან შეიძლება ასე ითქვას, იმალება რაღაც ისეთი, რომელიც ჩვენი გაუცნობიერებელი ნაწილია. ან ის არის, რომელსაც მე არ ვცნობ და არ ვაღიარებ. რაც გინდათ ამას ის დავარქვათ, თუ გინდათ ჩრდილი, ხარ მინდა ძალიან ფსიქოლოგიური ტერმინებით და იუნგიანული, ანუ ფორმატით ვისაუბრო, მაგრამ მაინც უნდა ვახსენო, რომ ეს არის ჩვენი ჩრდილი, ის ნაწილი ჩვენი ბუნების, რომელსაც მე არც ვცნობ, არც ვიცი რა არის, არც ამბობ და ასე წარმომიდგენია, მარტო ერთ მხარეს ვიცნობ და იმ მხარეს არ ვიცნობ. როდესაც მე შევეჯახები მეორე ადამიანს, აი მაგალითისთვის ვიტყვი, თუ კი ადამიანი, თუ კი მე მიჭირს სპონტანურობა, ძალიან ესეთი ვარ, გეგმებზე ორიენტირებული და სპონტანურობა ჩემი სუსტი კუნთია, შევეჯახი ადამიანს, კოლეგას, რომელიც ძალიან სპონტანურია და მე საშინლად გავღიზიანდი. იქამდეც კი რომ შემიძლია ვთქვა, რომ აი როგორი არაპროფესიონალია. სინამდვილეში მაღიზიანებს ის, რომ ეს არის ის ნაწილი, რომელიც მე მიჭირს, დათრგუნულია, არ შემიძლია. ამიტომ ეს წავიკითხოთ და ვიმუშაოთ, ვისწავლოთ, როგორ ვიმუშაოთ ტრიგერებზე, ძალიან ეხმარება გაცნობიერებას და როცა მაღალია გაცნობიერება, შესაბამისად ნაკლებია ესეთი ფატალური ხახუნი თუ შეხლა შემოხლა. კი ბატონო, აი რაც გისმენ მთელი ამ ჩვენი საუბრის განმავლობაში ერთი სიტყვა მიტრიალებს თავში, რომელიც მგონია რომ ყველა თემასთან ძალიან დიდ კავშირშია, ეს არის რეფლექსია, ანუ საბოლოო ჯამში აცნობიერებდე, გესმოდეს, იაზრებდე საკუთარ ემოციებს და იმ გავლენას, რომელიც ამ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს არა მარტო შენზე, შენს ირგვლივ ადამიანებზეც, განურჩევლად სამსახურეობრივი გარემოსა თუ პირადი ცხოვრებისა. საბოლოო ჯამში მაინც რეფლექსიის ძალიან დიდ უნარს მოითხოვს, ხო? აი ამაზეც რო გვესაუბრო, ამ ეტაპზე დღევანდელ მოცემულობაში ალბათ ამეთანხმები, რომ ადამიანებს რეფლექსია ძალიან გვიჭირს. არა იმიტომ, რომ რაღაც უნარი არ გვაქვს და კუნთი არ გვაქვს, ხშირ შემთხვევაში გავარჯიშებული ამ მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მეტი რეფლექსია ბევრად უფრო კარგი იქნებოდა ინდივიდუალურ დონეზე. აი ამაზე რა სიტყვოდი, აი რა არის ის ფაქტორები, რაც გვაფერხებს? ძალიან საინტერესო კითხვას მისვამ.
თუ კი რამეს ეს პროგრამა ეხმარება, ზუსტად რეფლექსიის უნარზე არის საუბარი და ეს არის ჩავიხედო, დავინახო კიდევ უფრო ღრმად შევხედო, რა ხდება, მოდი ესე ვიტყვი, რა ხდება კულისებში სცენის მიღმა. ეს არის რეფლექსია, რომ მე ჩაუღრმავდე რა ხდება კულისებში. რატომ შეიძლება ეს უნარი იყოს ასე ვთქვათ, მოდუნებული? მოდი პირდაპირ ვიტყვი, რომ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ორგანიზაციაში გარემო არის ძალიან სტრესული და სტრესი ადამიანს უკარგავს რეფლექსიის უნარს. სტრესი არის ერთგვარი პროგრამა, როდესაც მთელი ჩვენი სხეული ავტომატურ რეჟიმში გადადის თავდაცვისა და ბრძოლის მდგომარეობაში და ძალიან ხშირად, ეხლა მე მგონი შენ ცეხები და მე შევხები ვარ, რომ ორგანიზაციული ცხოვრება ბრძოლის ველს გავს, სადაც უნდა მოიბრძოლო, დაამტკიცო, დაიცვა თავი და ასეთ შემთხვევაში იქ რეფლექსიის უნარი არ არსებობს. ცეცხლის ჩაქრობა არის ყველაზე გავრცელებული ტერმინი. კი, ცეცხლის ჩაქრობა და იქ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მივხვდეთ, რომ თუ არ გავჩერდებით და არ ამ რეფლექსიის კუნც არ მოუხმობთ, მით უმეტეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ძველი პროგრამები ამოქმედდება, ჩვენი ინსტინქტური ტვინი ისეთ რაღაცებს დაატრიალებს იქ, რომ მერთმა უწყის რა მოხდება. შესაბამისად, ალბათ ამიტომაც რთული ხდება, რომ სწრაფი ცვლილებებია, დიდი დოზით ხდება ცვლილებები, ტვინი ვერ ახერხებს ამის მიღებას და გადამუშავებას და სულ ამ უწყვეტ რეჟიმში ვიმყოფებით. ერთის მხრივ სისწრაფეა მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც ვერ ხდებით, იმიტომ რომ ამ უწყვეტ რეჟიმობაში იკარგება ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული. ძალიან საინტერესო პერსპექტივა წარმოადგინე და ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად არის ხოლმე, ასე ვთქვათ, ვიტყოდი, მენეჯმენტი ინსტინქტების დონეზე. აი ძალიან ავტომატიზაციაში გადასული გადაწყვეტილებები, ძალიან ავტომატური ქცევები, როდესაც ნუაც მე მაქვს დასწავლილი, რომ არ ვიცი, როცა გისმენ ან ვუსმენ ჩემს კოლეგას, უბრალოდ თავი უნდა ვაქნიო და გაფართოებული თვალებით ვიყურა, მაგრამ ამ ყოველფერს სინამდვილეში არ ვაკეთებ გულისყურით, ასე რომ ვთქვათ. აი, ამასაც მინდა შეეხო ორიოდე სიტყვით, როგორც ტრენერი და კონსულტანტი, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ბევრ განსხვავებული ინდუსტრიისა და განსხვავებული სპეციფიკის ორგანიზაციასთან გაქვს შეხება. ხო, ესეც ყველა კითხვა ისეთია, რომ ალბათ ძალიან დიდი სიღრმეებში რო წავიდეთ, მეტი დრო დაგჭირდება ამისთვის, მაგრამ ავტომატური რეაქციები არის ის, რაც მე მომყვება ჩემი ზუსტად წარსულიდან, რომელიც გამიჯდა სისხლში და ხორცში და ავტომატურად ვრეაგირებ ავტორიტეტზე, მაგალითად კონფლიქტების წინ, შეიძლება აღვიქვამდე კრიტიკას როგორც საფრთხეს მაგალითად და ეს მე ავტომატურად მომყვება და როგორც კი შენ თქვათ ვიღაცა იწყებს სიტყვაზე რაღაცა კრიტიკულ მოსაზრებებს, მე შეიძლება ამისგან ავტომატური რეაქციები მქონდეს, თავს ვიცავდე, ან გავურბოდე და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის ძალიან, რომ გავაცნობიეროთ ეს ჩვენი ავტომატური შაბლონები და შენ რო ინსტინქტური ახსენე, ინტუიცია სხვა რამეა, მაგრამ ინსტინქტურად მოქმედებს ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა ხელს გვიშლის. მაგალითად გვიშლის იმაში, რომ თუ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეშინია კონფლიქტის, თუ ვარ მენეჯერი, მთელი ჩემი გუნდი შეიძლება მივაჩვიო ფლიზერობას, ასე ვთქვათ, არიდებას, მე თავადაც ავირიდო კონფლიქტი, არ შევხედო საკითხებს, მწვავე საკითხებს და გავექცე ამას და ეს არის ავტომატური რეაქციები. ან გავიბუტო, ან მეწყინოს, ან რაღაცა გამოუთქმელი რაღაც ამბები დავატრიალო, ასე ვთქვათ რა, ამ ჯგუფში ხო? გუნდში. არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაცნობიეროთ, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ჩვენი ავტომატური რეაქციების გაცნობიერება. ამოვიცნოთ, ხო? ამოვიცნოთ. იმიტომ რომ რაც უფრო მაგალითად განგაშია, ჩემი ავტომატური რეაქცია ავტომატურად ირთვება. და რეაქტიულ რეჟიმში ხო, ზუსტად ეს არის და მე ვარდები რეაქტიულ რეჟიმში, მეთიშება ჩემი რეფლექსიური ტვინი და ვიწყებ ავტომატურ რეაგირებას. ხა, ეს შეიძლება ძალიან ფატალური შედეგები მოყვეს ამას ორგანიზაციისთვის, როგორც წესი მოყვება ხოლმე. ამიტომ ჩვენი პროგრამაში ამ თემებზეც იქნება სამუშაო, რა არის ის გაუცნობიერებელი
ავტომატური რეაქციები, რომელიც გვაქვს ხოლმე და რომელიც მოგვაქვს ჩვენ პროფესიულ როლში. როგორც მენეჯერებს, ან როგორც სპეციალისტებს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ დღეს არ არსებობს არც ერთი სპეციალობა, სადაც გუნდური მუშაობა არ არის აუცილებელი და საჭირო. რუსკა, მე მინდა რომ ძალიან ისეთ პრაქტიკულ თემას შევეხოთ ამ ნაწილში, უბრალოდ პრაქტიკულ საკითხს, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ პროგრამაზე, რომელიც ალბათ უკვე აქამდე ვინც გვისმინა, ყველა მიხვდებოდა, რომ არ არის ტრადიციული მენეჯმენტის პროგრამა, მენეჯმენტის განვითარების პროგრამა, ამავდროულად ეს არ არის რაღაცა ფსიქოლოგიური სწავლება და თერაპია ჯგუფური, მაგრამ ალბათ დამეთანხმები, რომ ამ ყველაფერს აქვს თერაპიული ეფექტიც. თუმცა ეს არ არის ძირითადი მიზანი, რის გამოც შეიძლება ეს პროგრამა შექმენი, ხო? აი რა არის ის ძირითადი ფასეულობა, თუ შეგიძლია რომ კონკრეტულად გაგვიზიარო, აი რისთვისაც ორგანიზაციები, ასე ვთქვათ, აი ამ პროგრამას საკუთარ ტყავზე გამოცდიდნენ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩემში, ესე ვთქვათ, სამი პროფესია გაერთიანებული ახლა და ამიტომ ხო, აი იმიტომ რომ როგორც მენეჯერი, როგორც ვთქვათ, ფსიქოლოგი, რომელიც ამ პროცესს ვაკვირდებოდი და მართლა როგორც პროფესიონალი, ანუ ფსიქოთერაპევტი და ეს ბალანსი არის მნიშვნელოვანი. შენ სწორად აღნიშნე. ეს რა მე აღნიშნე კიდეც დასაწყისში, რომ ეს არ არის ჯგუფური ფსიქოთერაპია, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თერაპიული ეფექტი. და ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. თერაპიული ეფექტი ნიშნავს იმას, რომ ჩემი ენერგია აღარ იხშობა, არ იბლოკება და მე თავისუფალი ვარ ურთიერთობებში და მე ვარ უფრო გახსნილი და უფრო გაცნობიერებული. ალბათ, ანუ რატომაც ახლა ეს პროგრამა შევქმენი, იყო ის, რომ ძალიან მინდა ვუპასუხო იმ საჭიროებებს, რაც რეალურად ორგანიზაციაში არსებობს. ჩვენ ახლა ამას ვახსენებთ თუ არ ვახსენებთ, ჩვენ ამას ვერსად ვერ გავექცევით, როგორც აღნიშნე ამ თემაზე. აღნიშნე თუნდაც იგივე დანაშაულის გზნობა, სიცხვილის გზნობა და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვთვლი, რომ მე შემიძლია ეს მოვიტანო, ვთარგმნო ორგანიზაციულად, რაში ვლინდება, როგორ ტრანსლირებს, რომ ეს კავშირი ვაპოვნინო ადამიანებს. ანუ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მომენტი, რომ ეს არ დარჩეს ცალკე ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგია, მენეჯმენტი, როგორც მენეჯმენტი, ესე არ მოხდეს. არამედ ითარგმნოს ჩვენი ყოფით ენაზე, რას ნიშნავს ეს. ამიტომ ვეძახი ამას მე და ორგანიზაციულ გარემოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება და ყოფილიყო უფრო ფსიქოლოგიური და სხვა თემები, მაგრამ ორგანიზაციულ კონტექსში როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი და როგორ აისახება, ამაზე არის ეს ყველაფერი. ალბათ ეს იყო ის, რატომაც შევქმნი, რომ ეს ენა ყოფილიყო დაბალანსებული. აი ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეს წერტილი მე მაქვს შეგრძნება რომ ვიპოვე ეს წერტილი. მეც მგონია რომ არ ვიცი, ოქროშუალედ იპოვე პიროვნული განვითარებისა და ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებისა და ორგანიზაციული კონტექსტის თანაკვეთაზე. კი, ზუსტად. კი. კი. ასევე მინდა კითხვა, აი რა არის ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შეიძლება ამ პროგრამიდან მიიღოს თითოეულმა ადამიანმა, როგორც ინდივიდმა და თუ კი ვსაუბრობთ კორპორატიულ სამყაროზე და ორგანიზაციულ ამ ყოველფრის გაკეთებაზე, ორგანიზაციამ. რაში შეიძლება გამოიხატოს? ხო, იმიტომ რომ თლად ესე რომ ესე იგი შედეგების ენაზე რთულია ამ პროგრამაზე ილაპარაკო, იმიტომ რომ შედეგი არის დამოკიდებული იმაზე, მე რა ეტაპზე ვარ, რამდენად ღრმად შევეხები ამ თემებს და რამდენად აქტიურად ვიმუშავებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით შედეგი აუცილებლად იარსებებს. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ტრანსფორმაციული კუთხით იყოს ეს, ვიღაცისთვის მეტად, ვიღაცისთვის ნაკლებად, მაგრამ შეუძლებელია ამ პროცესს არ მოყვეს შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ მე უფრო გაცნობიერებულად შევხედო ჩემს როლს, უფრო მიხვდე ჩემი განწყობის მნიშვნელოვნება გუნდში მაგალითად, უფრო მეტად შევძლო კონფლიქტებთან, გაღიზიანებასთან, აი ამ თემებთან მუშაობა, რაც მე მგონი სამსახურეობრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილებია. ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ორგანიზაციებისთვის ეს არ შეიძლება რომ საინტერესო არ იყოს. ცალსახად გეთანხმები და ალბათ დავამატებდი იმასაც, რომ ორგანიზაციულ კონტექსტში შენი გუნდის წევრები იყვნენ, როგორც ახლა ვამბობდით, ასე ვთქვათ, ჯანსაღ ემოციურ განწყობაზე, ქმნიდნენ ჯანსაღ გარემოს,
იქიდან გამომდინარე, რომ აცნობიერებენ საკუთარ ემოციებს, საკუთარ გავლენას და შინაგან პროცესებს, ცალსახად დაეხმარება ნებისმიერ ორგანიზაციას, რომ მათი ყოველდღიურობა იყოს უფრო მეტად მიდრეკილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისკენ, უფრო მეტად მიდრეკილი, უფრო სტრატეგიული საკითხების, ასე ვთქვათ, საკითხებზე მუშაობისკენ. იმიტომ რომ თუ კი ეს ბევრი, ასე ვთქვათ, არასაჭირო ხახუნი, რომელზეც შენ ისაუბრე, შემცირებულია, იმიტომ რომ მე როგორც ინდივიდი ვაცნობიერებ ჩემს ემოციურ მდგომარეობასა და გავლენას, ალბათ დამეთანხმები, რომ ბევრად უფრო დიდი დრო, ენერგია და რესურსი მრჩება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მივმართო იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ცალსახად. ან მივმართო ისე, რომ ჩემი თავიდან ამოვიდე და ეს ხელს უშლის ამ პროცესებს. აი ცალსახად ეს არის, რომ ეს სწორი სიტყვა ახსენე ჯანსაღი. ეს არნიშნავს, რომ პოზიტიური, ემოციური გარემო ამაზე საერთოდ არ ჯანსაღი არის ის, რაც არის ავტენტური და გაცნობიერებული. ეს არის ჯანსაღი. და ამის მიღწევა ძალიან დიდი თავისუფლება არის გუნდებისთვის და ორგანიზაცია იქნება თუ ინდივიდი იქნება თუ ვინც იქნება, იმიტომ რომ ეს ენერგია შეგვიძლია გამოვიყენოთ შემოქმედებითად და მართლა კონცენტრირდეთ იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებთ და მემსახურებით. კი ბატონო და ინდივიდები ახსენე და ამასაც მინდა ხაზი გაუსვათ. მოკლედ ეს პროგრამა მე და ორგანიზაციული გარემო იწყება 24 მარტს, მაგრამ ასევე შენ გაქვს ესეთი როგორ ვთქვა შეუფასებელი საჩუქარი ალბათ თითოეული ინდივიდისთვის, როდესაც გარდა აი ამ ჯგუფური შეხვედრებისა, შენ მათ ინდივიდუალურ სესიასაც, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ჩუქნი. აი მინდა გკითხო, აი რატომ მოგივიდა ეს იდეა და რამ დაგანახა ამის საჭიროება, რომ გარდა ჯგუფური შეხვედრებისა, სადაც ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრებენ ეს ადამიანები, აი ამ რაღაცა ინდივიდუალური ფორმატითაც დაუჭირო მხარი. მადლობა, რომ შემახსენე ეს ამბავი. საჭიროება დამანახა იმან, რომ როდესაც ჩვენ ვეხებით კადრს მიღმა, ასე ვთქვათ, ამბებს და ისტორიებს, ძალიან მაღალი ალბათობა იმისი, რომ რაღაცა კიდევ უფრო ღრმას წამოდოს ამ ამბავმა და ადამიანს არ იყოს საკმარისი ჯგუფური ფორმატი და მას კონდეს კითხვები მის ინდივიდუალურ კონკრეტულ საჭიროებასთან დაკავშირებით და თითქმის არ ყოფილა ტრენინგი, რომელიც მეტნაკლებად მსგავს თემებს როცა ვეხები, ამისი აქტუალობა არ დამდგარიყოს. და მე ინდივიდუალური საჭიროების და არ კონდეთ ეს მომართვიანობა და მინიმუმ შეიძლება ეს იყოს მაგალითად ფსიქოსაკონსულტაციო, რაც გინდათ ის დავარქვათ, შეხვედრა, რომლითაც შემიძლია მივეხმარონ დავაკვალიანო ადამიანი, თუ მას სურვილი აქვს კიდე რაღაცეებში უფრო ღრმად შეეხოს ან იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ეს ძალიან მიეხმარებოდა მონაწილეებს და ამ პროგრამას, რომ ყოფილიყო თითო სესია, რომელიც მისცემთ ადამიანებს იმის საშუალებას, მონაწილეებს, რომ თავიანთი რაღაცა კიდე ღრმა საჭიროება მოიტანონ, თუ კი მათ ამისი სურვილი ექნებათ. მე რო პროგრამის მონაწილე ვიყო, საჭიროება რომც არ მქონდეს, აუცილებლად გამოვიყენებდი ამ შანსს, იმდენად საინტერესოა შენთან საუბარი და იმდენად ზოგადად შთამაგონებელია ის ენერგია, რომელიც შენ გაქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რუსკა, ესეთი გულისხმიერი გაზიარებისთვის ამ ყველაფრის. და მგონია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ნებისმიერი ინდივიდისთვის და ორგანიზაციისთვის ეს პროგრამა იქნება ძალიან ღირებული და ძალიან კარგი შედეგის მომტანი, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო გაცნობიერებული ასე ვთქვათ, ემოციებით ადამიანები ყოველთვის უფრო კარგ გადაწყვეტილებებს იღებენ, უფრო კარგად მუშაობენ, უფრო კარგ შედეგებს დებენ და საბოლოო ჯამში უფრო ეფექტურად აღწევენ მიზნებს, რომლებსაც ისახავენ. მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია რომ დაველოდოთ ჩვენს პირველ, ასე ვთქვათ, ნაკადს, რომელიც აი ამ ტრანსფორმაციულ პროგრამას გაივლის შენი ავტორობით ამ პროგრამის, ასე ვთქვათ, ფარგლებში და მგონია რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა რომ მხოლოდ შედეგებით ვილაპარაკოთ, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან პოზიტიური უკავშირი ექნება ამ ყველაფერს. წარმატებები შენ. დიდი მადლობა. დაველოდოთ და იმედია რომ ეს იქნება ძალიან სასარგებლო ამ ადამიანებისთვის. ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა და კარგი სურვილები შენ და ამ პროგრამას და ესეთი ინსტიტუტს, რა თქმა უნდა. და მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მონაწილე აი ამ პროგრამის იმდენად საინტერესოა და იმდენად დიდი ფასეულობის მოტანა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე. მადლობა კიდევ ერთხელ.